უმეტესობა მიტოვებული ადგილებისა, რომლებსაც სტუმრობთ, სევდიანად იწყება. ეს ასე არ იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი სახლი იყო, რომელშიც ოდესმე შევსულვართ. ჩვენ აღმოაჩინეთ ფრანგული ოჯახის სახლი, რომელშიც თითქმის ყველაფერი ისე იყო დატოვებული. კედლები დაფარული იყო ფოტოებით, უჯრები სავსე იყო წერილებით, ბალეტის პორტრეტებით, რელიგიური სუვენირებით და უცნაურად ჩრდილებიდან გვაგვირდებოდნენ ცხოველების ფიტულები. აქ ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ ამ კედლებში სრულფასოვანი და სიყვარულით სავსე ცხოვრები ცხოვრობდნენ და შემდეგ ერთიანად ყველა გაქრა. ეს არის გაუდის ოჯახის ისტორია და იმ ერთი მომენტის, რომელმაც მათი სახლი დაცარიელა. ეს ძალიან უნიკალური და განსაკუთრებული ოთახია ამ ადგილას. და ეს ოთახი ჟან პოლის ისტორიას ყვება. ჟან პოლი იყო ოჯახის პატრიარქი, ოჯახის მამა. და მისი ისტორიის საშუალებით ბევრ რამეს ვიგებდი მის შესახებ, მაგრამ ასევე მის სიკვდილზეც, სიცოცხლის ბოლოს. ამას მალე დაუბრუნდები. ერთ წამს ოთახს ვათვალიერებდი. შეგიძლიათ ნახოთ და თქვენი საკუთარი ისტორია შექმნათ მისი ცხოვრების შესახებ. ეს ამ ადგილის ყველა დეტალიდან ძალიან აშკარად ჩანს. მიყვარს მელა მაგიდაზე. და ვფიქრობ, უნდა დავიწყო ამბის ყველაზე პირველი ნაწილით. ეს იმაზე ადრეა, ვიდრე ისინი ამ ოჯახში მოვიდოდნენ. შეგიძლიათ ნახოთ, რომ კედელზე არის იახტების სურათები, სადღაც შორს მდებარე კუნძულებისაც. და ესეც აქვე, ასევე ამ ოთახში შპალერად გეოგრაფიული რუკებია და რუკები კედელზე იქ. ეს ნაწილობრივ მათ ყოფილ სახლს უკავშირდება. და მათი ყოფილი სახლი საფრანგეთიდან 11,000 კილომეტრით იყო დაშორებული რეუნიონის კუნძულებზე, რომლებიც ასევე ფრანგული სამეფოს ნაწილია, როგორც მე ვფიქრობ უნდა ვთქვა. ან როგორც ფრანგული ტერიტორია. მაგრამ სწორედ აქ ცხოვრობდნენ სიმონა და ჟან პოლ 10 წლის განმავლობაში, 1980-დან 1990 წლამდე. მაშინაც კი მათ უკვე ჰყავდათ შვილები, ასე რომ კლერიც და ანტუანიც ამ კუნძულზე ცხოვრობდნენ. და შემდეგ ისინი გადავიდნენ საფრანგეთში და სწორედ ამ სოფელში და ამ სახლში დაიწყეს ცხოვრება. და სწორედ ამიტომ ალბათ ეს ლამაზი ნახატები დარჩა აქ კედელზე, როგორც მათი იმ კუნძულზე გატარებული დროის მოგონება. რას ვხედავთ აქ? პატარა ნამუშევარია. და მათ მთელი მსოფლიოდან ჩამოიტანეს ნივთები ამ ადგილას. ეს გავს რაღაცას მაიებისგან, ან ხო, აცტეკებისგან. ჩემთვის ეს უფრო აცტეკურია ვიდრე მაიური. ზოგი რამ ამ ოთახში უბრალოდ უშნოა. და ჩვენ გვაქვს ეს პატარა ნახატიც. ჩანს, რომ ბავშვმა დახატა. იქ რამდენიმე იხვია გამოსახული. ზუსტად არ ვიცი, რას აკეთებდა ეს კაცი ამ ოთახში, მაგრამ აშკარად რაღაც მისი ოფისი იყო. აქვე მაქვს ეს აშკარად ყალბი-რბილ გადაკრული სკამი, ზედა ნაწილზე გერბით. გულისხმობ, რომ ეს ისტორიული ნივთი რომ ყოფილიყო, ნამდვილად ძალიან ლამაზი სკამი იქნებოდა. მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა უგემოვნოდ გამოიყურება. ცოტა ალბათ და უგემოვნოდ გამოიყურება, მაგრამ ეს მოგვიყვანს ამბის შემდეგ ნაწილზე. რადგან აქ ქვემოთ ბევრ გეოგრაფიის წიგნს ხედავთ, აქ კი ბევრ ისტორიის წიგნს. და ბატონი ჟან პოლი სიცოცხლის განმავლობაში ისტორიის მასწავლებელი იყო. ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი. და მისი მეუღლე თავის მხრივ ასევე მასწავლებელი იყო. ის ენების მასწავლებელი იყო. და გვაქვს აქ უკან. მან მთელი ცხოვრების განმავლობაში ფრანგული და ესპანური ასწავლა. კიდევ ერთი საკმაოდ უშნო სკამი. გონი ჩემს ბაბუასაც ჰქონდა ასეთი სკამი თავის სახლში. ხო, ასეა. და როცა ის საფრანგეთში დაბრუნდა, ბატონი ჟან პოლი ნადირობას მიხვა. და სწორედ აქედან დაედო სათავე მის დაღუპვას. ასე რომ მას შემდეგ, რაც რეუნიონის კუნძულებზე გაატარა დრო, ჟან პოლი 1990-იან წლებში აქ დაბრუნდა და ახალი ხობი შეიძინა. ის ნადირობას მიხვა. როგორც აქ ხედავთ, ამას მაგიდაზე დადებული მელიაც აჩვენებს. მაგრამ ერთ-ერთ საინფორმაციო სტატიაში ამ სახლთან დაკავშირებით წავეკითხე, რომ ჟან პოლს მეზობელმა მიწის მესაკუთრემ ნადირობის დროს კამათის გამო ესროლა. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს სახლი მიტოვებულია. და ეს დაახლოებით 2006-2008 წლებში მოხდა, რადგან მისი ცოლი სიმონა წავიდა, ჩაალაგა ბარგი და უნგრეთში გადავიდა თავის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს სახლი ახლა მიტოვებულია.
არ ვიცი რატომ დატოვეს აქ ეს ყველაფერი, ეს მოგონებები. ეს ჩემთვის ჯერ კიდევ საიდუმლოა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც სიმონა წავიდა და ეს სახლი სამუდამოდ დატოვა. მისი შვილები ანტუანი და კლერი ალბათ იმ დროისთვის უკვე გადავიდნენ აქედან. მაშ გვინ ცხოვრობდა აქ. მათი გვარი იყო გაუდი და ჩვენ გარკვეული დრო დავხარჯეთ იმაზე, რომ ყველაფერი გადაგვეწმინდა, რაც მათ დატოვეს. ცდილობდით გაგვერკვია. ჯერ ერთი მოკლე შენიშვნა. აი, რას ფიქრობთ, რომ მოხდა? ეს წერილებისა და ფოტოებიდან შევკარით. დადასტურებული არ არის. ეს ჩვენი საუკეთესო არაუდია. მამა ჟან-პოლი ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო და შეგეძლო გეგრძნო, რომ ბუნებაში ყოფნა უყვარდა. დედა სიმონე ფრანგულსა და ესპანურს ასწავლიდა და სწორედ მან შეინახა ყველა წერილი. ამ ხალხმა მთელი ევროპის მასშტაბით წევდა ადამიანებს. ჩვენ ერთიც კი ვიპოვეთ გოგონასგან სახელად როზა, რომელმაც მათ უნგრეთიდან მიწერა. ისინი თავადაც გარკვეული ხნით ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, რეუნიონის კუნძულზე. და სწორედ იქ დაიწყო ამ მეგობრობათაგან ბევრი. შემდეგ იყვნენ ორი შვილი, ქალიშვილი კლერი. მისი ფოტოები ყველგანაა, როგორ იზრდებოდა სცენაზე. ბალეტი აშკარად მთელი მისი ცხოვრება იყო. და ვაჟი, ანტუანი, რომელიც კათოლიკე დახზარდეს. მისი პირველი ზიარების ფოტო ჯერ კიდევ კედელზე კიდია. და წლების განმავლობაში ეს ადგილი სიცოცხლით იყო სავსე. წიგნები, მუსიკა, ბალეტის ვარჯიში, სტუმრები, წერილები, სხვადასხვა ადგილიდან. მაგრამ შემდეგ დაახლოებით 2006 წელს ჟან-პოლმა ნადირობა დაიწყო. ის თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სოფელში იყო. და სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი ცუდად. მან მეზობლებთან ნადირობის მიწაზე რაღაც უთანხმოება დაიწყო და შემდეგ ერთ დღეს ნადირობისას მას ესროლეს. ოფიციალურად ეს ნადირობის უბედურ შემთხვევად გამოცხადდა, მაგრამ აქაურობაში ჭორები არასდროს გაქრა. ეხლა როცა ჟან-პოლის ამბავი ვიცით, ძალიან ფრთხილად შევალთ ამ სახლში და უდიდესი პატივისცემით მოვეკიდებით ყველაფერს, რაც აქ არის, რადგან ეს არის მოგონება იმ ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე დაკარგა და ეს საჭირო არ იყო. ის, რაც მე არ მესმის, არის ის, რომ თუ ოჯახმა ყველაფერი დაკარგა, რატომ არ წაირეს მისი მოგონებები და ასევე ამ სახლში მსხორები ადამიანების მოგონებები. მაგალითად, ეს არის კლერის მათი ქალიშვილის ფოტო, რომელიც ასევე აქ დატოვეს მამის გარდაცვალების შემდეგ. ეტავეს დანაკარგი იმდენად დიდი იყო, რომ ამ ადგილას დაბრუნება ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, ვერ ვიგებ რა ხდება ადამიანების გონებაში, როცა ასეთი რამ ხდება, მაგრამ ხო, ეს ჩემთვის ახსნა იქნებოდა. ძალიან მაგარი კომპიუტერი ჯერ კიდევ აქ დგას. ალბათ სწორედ ამ კომპიუტერზე ასრულებდნენ ჟან-პოლ და მისი ცოლი სიმონე მთელ თავიანთ სამუშაოს. ფრანგული პოეზია, ფრანგული. ისინი ძალიან განათლებული, მაღალგანათლებული ადამიანები იყვნენ. ისინი სცემდნენ პატივს, მათ სურდათ მაქსიმალური დისციპლინა თავიანთი შვილებისგანაც. ეს ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ამ ფოტოზეც, სადაც კლერია გამოსახული, რომელიც იმ დროს ძალიან პატივსაცემი წამყვანი მოცეკვავე იყო. მახსოვს, დაახლოებით იგივე კომპიუტერი მქონდა, რომელიც მშობლებმა მიყიდეს, როცა 6-დან 7 წლის ვიყავი და მაშინ ალდიში და დაახლოებით 2000 ევროც შეიძინეს ჩემთვის. გულისხმობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც მშობლებისგან ოდესმე მიმიღია, რადგან კომპიუტერული მეცნიერება ძალიან მიყვარს და სწორედ ასე დავინტერესდი ამ სფეროთი. ბევრი ბუმბული მოქვს ჩემი ფარშევანგისთვის აქ. დიახ, სახლში დარჩენილია ნივთები რეიუნიონის კუნძულიდან. შეგვიძლია შევხედოთ შიგნით. აქ გვაქვს ეს თევზები, ეს ღრმა ზღვის თევზები. არა, ეს კიდეც პირანიას გავს. და აქ ქვემოთ გვაქვს ფუგუ, მაგრამ ფუგუს ზედ მიაწებეს მოძრავი თვალები. ალბათ ბავშვებმა გააკეთეს ეს. ჩემს აზრით, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. კარგი. მთელი კარა და ციგნებით არის სავსე. უყურებ, რა შეიძლება იყოს. გამოიყურება თითქმის როგორც ავტომატიკ დელაერი. აშკარად არის ფრანგული წიგნები, მაგრამ ეს ყველაფერი ენციკლოპედიებია და მსგავსი რაღაცები. და ისტორიის წიგნები ალბათ სწავლების გამო, ხო? ეს ყველაფერი ისტორიის წიგნები აქ. ლუი მე-16 გვაქვს აქ. წმინდა ლუი მე-11. ეს საფრანგეთის ყველა მეფეზეა და ეს არის ის, რასაც ჟან-პოლიც წაიკითხავდა როგორც განათლებისთვის, ასევე ალბათ სიამოვნებისთვისაც. კიდევ ქორწილის ფოტოც. მე ვფიქრობ, რომ ეს აქ ჟან-პოლია, როგორც ხედავთ კოსტიუმში ჩაცმული კაცი. და მის გვერდით დიდი ალბათობით მისი ქალიშვილი დგას. ეს ალბათ კლერია, რადგან ძალიან გავს იმ ქალს ფოტოზე, აი იმ ბალერინის ფოტოზე. ალბათ ის მას საკურთხეველთან მიყავს, რომ გაათხოვოს. ისტორიის დიდ ნაწილს ამ დოკუმენტებიდანაც ვიგებ. აი აქედან. არის ძალიან კარგი წერილები მათი უნგრეთში ვიზიტებისა და კუნძულებზე გატარებული დროის შესახებ.
და კიდევ, ვიღაცამ ამ ადგილიდან პოეტიკის მთავარი პრიზი მოიგო. ფრანგულად როგორც ეწოდება, პოეზი. ვაუ. არ ვიცი რას აკეთებენ ამ სურათზე აქ, მაგრამ ასე ჩანს, თითქოს რაღაცას კლავენ აქ. და შეიძლება ეს ტროპიკულ კუნძულზეც კი ხდებოდა. მაგალითად რეუნიონის კუნძულებზე, როგორც ადრე ვილაპარაკეთ. ძალიან მაგარია. ზემოთაც კი აქ კიდევ რამდენიმე ტაქსიდერმიული ცხოველია. მაგალითად ეს მელია. და შემდეგ ფერეტი ან კვერნა. მე ძალიან მიჭირს ამ ორი ცხოველის გარჩევა. მე ვფიქრობ, რომ ეს ტაქსიდერმიული ნიმუში ძალიან კარგად არის გაკეთებული. და შემდეგ ბუ გაშლილი ფრთებით აქ ზემოთ. ეს დაუჯერებელია. კიდევ ერთი იმ უშნო სკამებიდან აქ კუთხეში. ხო, ბოდიში, საერთოდ არ მომწონს. უზარმაზარი ცენტრალური საფრანგეთის რუკა. ეს არის საფრანგეთის გეოგრაფია, მთებით და ყველაფრით. კიდევ რამდენიმე. ფიტულები აქ ზემოთ. ღმერთო ჩემო, აქ შეხედე. ეს სურათი ძაღლის, რომელსაც ედლი აქვს. წერილებში წავიკითხე, რომ მათ ბევრი ძაღლი ჰყავდათ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ძაღლები ჰყავდათ. ისინი ასევე მეგობრებს წერილებს წერდნენ, სადაც საუბრობდნენ იმ ძაღლებზე, რომლებიც ოჯახში ჰყავდათ და იმაზე, კვლავ კარგად იყვნენ თუ არა. ხანდახან ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ძაღლები კვდებოდნენ და შემდეგ ახალ ძაღლებს იღებდნენ. ეს სურათებიც ძალიან მაგარია. კასტანიეტები ესპანეთიდან. როგორც ხედავთ, ისინი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და ნივთებს უკან მოქონდათ. ეს ძალიან საინტერესო ქვაა, რომელიც აქ დგას. ვაუ. და ეს სურათიც კი, ქალბატონები კაქტუსებს შორის. ესეც ძალიან მაგარია. მათ შორის ახალგაზრდა ბიჭია. და ეს ოთახი უკვე ძალიან ბევრს გვიყვება ამ ოჯახის ისტორიაზე. მაგრამ ახლა ამ სახს დავათვალიერებთ და კიდევ უფრო მეც გაჩვენებთ ამ ადამიანების ცხოვრებიდან. იქ, იმ ქოთანზე გადასვლისას, თითქმის მოგვდი. კარგი. ეს გვიყვანს ამ სახლის დერეფანში. ვაუ, ეს ჯერ არ მინახავს. ეს ალბათ კლერის ან ანტუანის შვილიშვილია. ეს საკმაოდ ახალი სურათია. და მას ესპანური ტანსაცმელი აცვია. არ ვიცი ზუსტად რა ქვია ამ ტანსაცმელს. ის საკმაოდ ლამაზია. მაგრამ აქედან გადავდივართ ამ სახლის სამზარეულოში. და ეს არის ძალიან ტიპიური ფრანგული სამზარეულო, როგორც ხედავთ. და ეს კიდევ უფრო მეც გვეტყვის ამ ადამიანების ისტორიაზე. და ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რას აკეთებდნენ ცხოვრებაში. ვაუ. მართლა ძალიან მიყვარს ეს ფრანგული სამზარეულოები. აქ მუქი ხეა. მოდით ნახოთ, აქაც ყველაფერი დატოვეს თუ არა. მთელი ეს მაკარონი ისევ ლამაზად დაალაგებულია ქილებში. ყველა სანელებელი და ყველაფერი უბრალოდ დატოვეს მას შემდეგ, რაც ბატონი ჟან პოლ გარდაიცვალა. ხო, ეს მართლაც უცნაური. მათ შორის ნელა მოსახარში ქვაბიც და ყველაფერი ისევ აქ დგას გასქურაზე. ცხადად ჩანს, რომ აქ უკვე დაახლოებით 20 წელია არავინ ყოფილა. ისინი აქაც აღარ ბრუნდებიან მოგონებების გამო. ის უბრალოდ აღარ უნდათ აქ ყოფნა. ღმერთო ჩემო. თელი სამზარეულოს გარდა. ჯერ კიდევ ყველაფრით სავსეა. აქ გასქურაზე ბოლო საჭმელი აქვს დატოვებული. არა. ოჰ, იქ კიდევ კერძიდევს. კარგი. ვაუ. მე მეგონა რომ ეს უბრალოდ ნახატი იყო, მაგრამ ასე არ არის. და აქედანაც შეგიძლია გახვიდე გარეთ, რაღაც ტიპის ეზოში. მოდით ვნახოთ, გარეთ ძალიან ნათელია. შიგნით ცივაცია, გარეთ ძალიან თბილა. ჰეი, შეხედე ამას. ამ დახზე აქ ჩვენ ხედავთ ორ ტასბის დანას. და ცხადია, როცა ჟან პოლმა ცხოველს ესროლა, ის ამ ადგილას შემოიტანა. მაგრამ მე სურათი ვნახე, რომელიც ძალიან საინტერესო მეჩვენა. ცხადია, ეს არ არის ცხოველი, რომელიც მათ მონადირეს. უბრალოდ დაგლეს.
და ეს არის სურათი ღორის, რომელიც დაახლოებით ზუსტად აქ იცვა. ზუსტად აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს იწვა და ამ სხოლს ამ ოჯახის სამზარეულოში დაკლეს. ეს სურათი ჩემთვის სრულიად მომხიბლელი აღმოჩნდა. ვაუ! აქვე კალენდარიცა, რომელზეც 2008 წლის თარერია მითითებული. და როცა დავფიქრდი თქვი ჩემთვის, 2008 წელია ეს ხომ ასე დიდი ხნის წინ არ იყო. ეს ფაქტობრივად 20 წლის წინ იყო, თუ ახლა დავთვლით. დრო ისე სწრაფად გადის. რაც უფრო უპერდები, ჩემი აზრით, დრო მით უფრო სწრაფად გადის. აქ კუთხეში ცოტა ნაკურთხი წყალია. კიდევ რამე დარჩა მაცივარში. არა, მაცივიც არიელია. და შემდეგ გვაქვს. აქ არის ბუხარი. ეს ისეთი მაგარი ბუხარია. ვაუ, ეს ქრისტწყობა. აქ ღუმელთან ერთად. ზემოდან ისევ დგას ქვაბი. ამ ეტაპზე მთლიანად დაფარულია ობობის ქსელებით. და აშკარად კიდევ მეტი სურათია. და აქაც ისევ ესპანური ცეკვები კასტანიეტებით. უნდა მოუძებნო, რა ქვია ამ ცეკვას. მაგრამ ეს კიდევ უფრო მეც გვიყვება დედის ისტორიაზე, სიმონა გაუდიზე. და სიმონა გაუდი იყო ფრანგულისა და ესპანურის მასწავლებელი. და ალბათ ხშირად სტუმრობდა ესპანეთს, ან ჰქონდა რაღაც კავშირი ესპანეთთან. და სწორედ ამიტომ ასწავლიდა ესპანურს. დიახ, ესპანურ სკოლაში. და ასევე ამიტომ ხედავთ ესპანურ კვალს მთელ სახლში და ესპანეთიდან ჩამოტანილ სუვენირებს. ბევრი რამ ამ ოჯახებში უფრო გასაგები ხდება, თუ ცოტა უფრო ღრმად დააგვირდები. საბერველი ისევ იქ დარჩა. და უნდა ვთქვა, რომ ეს კუთხე აქ, ეს მოწყობა აქ ცოტა გერმანულადაც კი მეჩვენება. ალარგავს ფრანგულს. და აქ ბუხრის ქვეშ შეშაცაა. ამ კედელსაც უყურებდი აქ. და ესეც დავინახე. ძაღლებით ან ძაღლით. საკმაოდ მაგარია. ალბათ ეს ერთ-ერთი მათი ძაღლია. პირში ან სათამაშო, ან ნამდვილი იხვი უჭირავს. მე უფრო ნამდვილი იხვი მგონია, ვიდრე სათამაშო. შეხედე მას. ძალიან ამაყად მოდის, რომ გვაჩვენოს რა მოიტანა. და ეს არის ამ ქალაქის ფოტო ან ნახატი, სადაც დღეს ვიმყოფებით. კიდევ რამდენიმე არტეფაქტი. ეს იყო ის, რომელიც ნახატზე, ხორის დაგვლის სცენის ფონზე დაინახეთ. ვაუ. ძალიან მაგარი სამზარეულოა, უნდა ვთქვა. მაგრამ ახლა ხალხო, მისაღები ოთახის ჯერია. და ეს მართლაც შთამბეჭდავი ოთახია. კარგი. ხალჩა თითქოს კარს აკავებს, ასე რომ აქედან პირდაპირ უნდა გავძვრე, რომ ამ ოთახში შევიდე. ღმერთო ჩემო. ხო მგონი, ამ ოთახში დიდი ხანი არავინ ყოფილა. შეხედე იმ ოთახს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ჩემი აზრით ცოტა ისეთ შეგრძნება, თითქოს ეს ოთახი ნამდვილად ისტორიის მასწავლებლისასა და ენის მასწავლებლის მიერ არის დაპროექტებული. და მე გაჩვენებ, რატომ. ყველა კარადას ისტორიული იერი აქვს. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ კარადაზე რა ინდია ამოჭრილი. ჯერა რომ აქ თითოეული ნივთი ანტიკური არის. ისინი ყველა ანტიკური ნივთების რეპლიკებია. ეს ადამიანები ძალიან მდიდრები არ იყვნენ. ისინი ჩვეულებრივი ფრანგები იყვნენ. ჩვეულებრივი სამუშაოების სამუშაოებით, მაგალითად, ისინი მასწავლებლები იყვნენ. მაგრამ მათ ნამდვილად სავსე ცხოვრება ჰქონდათ. და მათ სურდათ თავიანთი სახლი ძალიან ავთენტურად მოეწყოთ ამ ყველა ავეჯის ნივთით. მოდით ნახოთ, რა გვაქვს აქ. ის ჯერ კიდევ მთლიანად სავსეა. ყველა იმ ჯიქით. შეხედიობს, რომელიც ამ კარადის უკანა მხარესა. ეს დიდხანს არ უნდა დავტოვო ღია. მაგრამ მათი ყველა ძვირფასი ჯიქა და ყველაფერი ისევ აქა. ეს სანათის თავსახურიც კი მთლიანად ობითაა დაფარული. ეს საზიზღრობა. და ფოტო, ალბათ მათი შვილიშვილების, როგორც ხედავთ. ეს რა იყო? მათი საათების რამდენიმე ციფერბლატიც კი აქ დარჩა.
ვიღაცამ ამ სახლში ნამდვილად დახატა. ხელმოწერა არ აქვს. შეხედე ამ სკამს აქ ქვემოთ. ეს ჩვეულებრივისა, რასაც სახლის დერეფანში დგამენ. შეგიძლია გახსნა და შიგნით სავსეა ჟურნალებით. და შემდეგ სასადილო სივრცე. სახლში. ჩვენიერი ჭაღი კიდია ზემოთ. გონია ეს სკამებიც იმ დანარჩენებთან ერთად შეიძინეს, რადგან ზუსტად იგივე დიზაინთაა გაკეთებული. ალბათ ესეც რეპლიკებია. და მგონია, რომ მთელი ავეჯის ნაკრები ერთდროულად შეიძინეს. ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ციხესიმაგრეები და ლომები აქ ტყავზე ამოტვიფრული. და აქაც. ეს ნამდვილად ისაა, რასაც ისტორიის მასწავლებელი იყიდიდა. ანუ 4 ადამიანი. ანტუანი, კლერი, ჟან-პოლი, სიმონა. ამ სახლში ყველა. მართლა ძალიან ლამაზი ჭაღია, უნდა ვთქვა. ყოფილი ნავთის ლამპარი. ჭაღად გადაკეთებული. დიახ, ჩვენ ადრე ნახეთ ცხენოსნობის სურათიც. ესეც შეიძლება ყოფილიყო ის, რასაც ამ ოჯახის წევრები აკეთებდნენ. ზოგიერთი მცენარე. ზოგიერთი ჩიტი აქ ჩაგრულია. ვაუ. ეს კარადები. შეხედე მათ. მათ შიგნით კიდეც გერბებია ჩასმული ჩაფხუტებით. და შეხედე ამას. ვაუ. ეს მართლაც შთამბეჭდავია. მათ შორის ის თებშებით. ასე რომ სიმონა, მან უბრალოდ დატოვა ეს ადგილი. და რაც შეიძლება სწრაფად წავიდა ამ სახლიდან, როცა გაიგო თავისი ქმრის ამბავი. როცა გაიგო, რაც მას დაემართა. აქ ქვემოთაც კი ჩვენ თათებიც გვაქვს. არადა თათებზე დგას, როგორც ხედავთ. და კიდევ ბევრი ძაღლი. ამ სურათზეც. კიდევ ერთი ნახატი, ნატურმორტი, ყვავილები. მაგრამ ეს საოცარია. არ ვარ დარწმუნებული ეს კლერია თუ სიმონა. მაგრამ ეს ნამდვილად ერთ-ერთი მათგანი. და ამ სურათში შეგიძლიათ ნახოთ მათი მნება ცხოველების მიმართ. განსაკუთრებით ძაღლების მიმართ. მათ მათზე წერდნენ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ყავდათ ძაღლები. და ეს იყო კი რაღაც რაც მათ ნამდვილად სიამოვნებდათ. და ნამარხები. ასევე ნამარხები. ეს არის ნამარხები მთელ მსოფლიოში. აქ წერია, მსოფლიოს ნამარხები. ალბათ ეს რაღაცა, რაც მათ შეაგროვეს. აქ ჰქონდათ ეს გამოფენის კარადა, რომელიც მთლიანად სავსე იყო ნამარხებით და სუვენირებით, სამოგზაურო სუვენირებით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ჩამოჰქონდათ. ასე სამწუხაროა, რომ აქედან არაფერი წაუღიათ. შეხედე ამას. აქ ტელევიზორის ზემოთ კარაოკეს აპარატიც კიდიდებს. ვაუ. ეს საკმაოდ კარგი მიკროფონებია. რა თქმა უნდა, მიკროფონებია, როგორც ხედავთ, ასე რომ ამ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად კარაოკეს მღეროდნენ და ხედავდით, რომ ეს ადამიანები მართლაც ბედნიერები იყვნენ და ძალიან კარგ ცხოვრებას ეწეოდნენ. ყველა აპარატურა ჯერ კიდევ იქაა. VHS კასეტებიც კი. ისტორიული ფილმები. აშკარად ისტორიული ფილმები. და ასევე ჩინური სტილის კაბინეტი. არ ვარ დარწმუნებული ეს ნამდვილია თუ ყალბი. ერთი რამაც აქაც მომხვდა თვალში. მისაღებ ოთახში. ეს ძაღლია აქ. ეს იგივე ძაღლია, რომელსაც ჟან-პოლის ოთახში ვხედავთ ვიდეოს დასაწყისში. ეს არის ინვალიდის ეტლში მყოფი ძაღლი. და აქ კიდევ ერთი ძაღლია გამოსახული ამ ადგილის კედელზე. ვაუ. ეს სურათი დიდი ალბათობით ისაა, რომელიც დერეფანში იყო, კაბიანი ქალის. და გვაქვს დივანი, სადაც ოჯახი საღამოს იკრიბებოდა და ერთად ჯდებოდა. ისე ლამაზია.
აქ ყველაფერი ბალახითაა დაფარული. შეხედე წინა ბაღს. მისგან ბევრი აღარაფერი დარჩა. როგორც თქვით, ჟან-პოლიც აღარ იყო. მინდვრები ესროლეს, რაც ოფიციალურად ნადირობისას მომხდარ უბედურ შემთხვევად ჩაიწერა. და სიმონესთვის ეს ბოლო წვეთი იყო. მას ამ სახლში დარჩენა აღარ შეეძლო. აქ თითოეულ ოთახში მისი კვალი იგრძნობოდა. ამიტომ მან რადიკალური ნაბიჯი გადადგა. მან მთლიანად დატოვა საფრანგეთი. წლების წინ ჩამოყალიბებული მეგობრობების გამგამოყენებით, მან კლერი და ანტუანი წაიყვანა და უნგრეთში გადავიდა, სადაც ნულიდან დაიწყეს ცხოვრება. და სახლი უბრალოდ დაატოვეს. თითქმის არაფერი წაუღიათ. ბალეტის ფოტოები ჯერ კიდევ კედლებზეა. წერილები ისე უჯრებშია. და სანადირო ტროფეები. იმ ჰობის, რომელმაც შეიძლება ჟან-პოლს სიცოცხლე დაუჯდა, ისე ოთახებს დახურებენ. ჩვენთვის სწორედ ამის გამო ეს ადგილი გონებაში გრჩება. ეს არ არის სახლი, რომელიც ნელ-ნელა მოკვდა. ეს ბედნიერი სახლი, რომელიც ზუსტად იმ წამს გაიყინა, როცა დაცარიელდა. ერთ უაზრო შუადღეს მინდორში და მთელი ოჯახი აღარ იყო. კარგი, ეხლა ავიდეთ ზევით. და ვნახოთ, რას ვიპოვით ამ სახლის საძინებლებში. თუ შევძლებთ, უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ მათ ისტორიას. ცხოველები მათი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. აქაც კი კიბეზე, მთელი აკვარიუმი დგას. საბედნიეროდ ის მთლიანად დაცლილია და შიგნით მკვდარი თევზები არ არის. მაგრამ ხო, აქ მთელი აკვარიუმი დგას და კიდევ უფრო მეტი ფარშევანგის ბუმბული. ამ სახლში ჰაერი ძალიან უძრავია და მგონია, რომ აქ დიდხანს არ უნდა დავრჩე. ეს არც ისე სასიამოვნოა და პირით ძალიან მიშრება. ასე რომ აშკარად იგრძნობა, რომ ოჯახი აქ დიდი ხანი არ ყოფილა. კედელზე აგვაქვს ქორწილის ფოტო და ეს შეიძლება ისევ კლერი ან სიმონა იყოს. მაგრამ მე მგონია, რომ ეს კლერი უნდა იყოს. კიდევ ერთი ფოტო, სადაც ისინი ცეკვავენ, როგორც ხედავთ. და აქ კედელზე კიდევ ერთი ლამაზი ფოტო გვაქვს. ეს საოცარია. ალბათ ეს არის ბავშვების ქორწილის ფოტო. ანტუანი და კლერი. ორივე აქ, სახლის კედლებზე. ზემოთ სართულზეა განთავსებული. მაშინვე მიზიდავს ამ სახლის ეს ოთახი. ეს მართლაც ძალიან ლამაზი ოთახია, როგორც ხედავთ. და ჩანს, რომ ეს ის ოთახია, სადაც ბავშვს ან შესაძლოა შვილიშვილს ეძინა. ამ ოთახის კედელზე ახალგაზრდა გოგონას სურათია. და ეს ალბათ გვეუბნება, რომ ეს იყო ერთ-ერთი შვილიშვილის ოთახი, რომელიც ხანდახან სტუმრობდა ოჯახს. მათ თოჯინაც კი და ყველაფერი დატოვებული აქ. ძალიან მომწონს პატარა ბალდახინი, რომელიც საწოლის თავზე გააკეთეს. ძალიან ფრანგულია, უნდა ვთქვა. ეს ნამდვილად ულამაზესია, მაგრამ საწოლი მაინც გაწყობილია და ყველაფერი თავის ადგილზეა. არა, აქ არაფერია განსაკუთრებულად საინტერესო. ვაუ, ეს სურათები საოცარია. ვაუ, ეს ძალიან ლამაზი ნახატია. $1971. ღმერთო ჩემო, ეს ძველი ნამუშევარია. ამ ადგილას ბევრი რამ არის დარჩენილი. ამ ადგილას ძალიან ბევრი რამ არის დარჩენილი. ეს არის. ჰეი, შეხედე ამას. მოდი წამო. მოდი ამას წამით შევხედოთ. ეს აქ უნდა ნახოთ. ეს არის ყველაფერი, რომლითაც ისინი შეღებილია. ასე რომ შეგვიძლია დარწმუნებით დავასკვნათ, რომ ამ სახლში ვიღაცამ ნამდვილად დახატა ზოგიერთი ეს გამოსახულება, სურათი და ნახატი, რასაც ამ ადგილას ვხედავთ. კარგი. და კიდევ ერთი ძალიან სამწუხარო რამ გვაქვს. აქ ხედავთ ძაღლს ეთლით. აქ ის ჯერ კიდევ დადის. და შემდეგ ალბათ რაღაც დაემართა. და როგორც ხედავთ, მას ეტლში ჯდომა მოუწია. ის ისევ თამაშობს იმ ძაღლთან, რომელიც ადრე ვნახეთ. იხვი რომ ეჭირა. ვაი, რა სამწუხაროა. კიდევ რამდენიმე.
ის ნივთები, რაც ამ ოთახში ამ ბავშვმა დატოვა. მათ შორის ისიც, რომ ასე ტრაბახობდა. ვაუ. კარგი, და ეხლა ისევ დერეფანში ვართ აქ. ამ მხარეს ასევე გვაქვს სველი წერტილიც. და ამ სველი წერტილში, კი, ყველაფერი დატოვებული აქ, სველი წერტილში. მათ შორის მათი ყველა შამპუნი, მათი ფენები. ეს ნიშნავს, რომ აქედან არაფერი წაუღიათ და ყველაფერი დატოვეს. თითქმის არაფერი წაუღიათ. კარგი, ეხლა სახლის შემდეგი ოთახი. აჰა, შეხები ამას. ეს არის კლერის სურათი ბალეტის კოსტიუმში, როგორც ხედავთ. ვაუ. და ეს ალბათ მაშინ კლერის ოთახი უნდა ყოფილიყო. აქ ის ჯერ კიდევ მოზარდს გავს. იკრავს ფეხსაცმელს და მზადაა გამოსვლისთვის. და ეს შეიძლება მაშინ იყოს, როცა კლერი ზიარებას იღებდა. ვაუ. ხანდახან ბოდიში თუ სიტყვებზე ვიბნევი ამ ადგილას, იმიტომ რომ უკვე გითხარით, ჰაერი აქ ძალიან მშრალია. მათი ყველა ტანსაცმელი ისევ აქაა კარადაში. სრულიად სიგიჟეა. აქ კედელზე ანტუანის სურათსაც კი ვხედავთ. ალბათ ისიც ზიარებას იღებს. და ის, რაც ამ სახლში მართლა მომწონს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული დეტალები ნამდვილი არ არის, მაგალითად ეს ფარდები და სხვა რაღაცები, ზოგ ადგილას მაინც ძალიან ლამაზად გამოიყურება. აქ ჭერზე კარნიზია. ძალიან ლამაზია. და კიდევ პატარა ტუალეტის მაგიდაც დგას. ოჯახის რამდენიმე სურათიც დარჩენილი აქ. ეს ნამდვილად ჟან-პოლია. და ეს ნამდვილად სიმონა და ჟან-პოლი ერთად, მათი ქალიშვილის ქორწილში. ეს საოცარია. მართლა მომწონს ეს სურათი. და ეს ბევრს ამბობს ამ ოჯახის ისტორიაზე. ისინი ძალიან ახლო ოჯახია და მართლა უყვართ ერთმანეთი, როგორც ამ სურათიდან ჩანს. ვაუ. და ასევე კედელზე პატარა ბავშვის სურათიც არის. კარგი, შემდეგ ამ ოთახში შევდივართ. და მგონია, რომ ეს ოთახი ადრე სახლის მთავარი საძინებელი იყო. დიახ, ეს ნამდვილად ამ სახლის მთავარი საძინებელია. ადგილი, სადაც ჟან-პოლმა და სიმონემ ერთად ეძინათ, ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთი უყვარდათ. ვაუ. ეს იგივე სკამია, რაც ქვემოთ მის სამუშაო ოთახში დგას. კარგი, მართლა მაგარია. ღმერთო ჩემო, შეხედე ამ ნახატს, რომელიც კარადის თავზე დგას. კაცი მანქანას მართავს სახლის შიგნით, კიდევ საქარე მინა. ესაა სახლი ბორბლებზე, სიტყვის პიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არის სახლი ბორბლებზე, მაგრამ ნამდვილად სახლი ბორბლებზეა. ვაუ, მაგარია. და მერე, ვაუ. სიმონა შეგიძლია პირდაპირ ნახო, რომ სიმონამ თავისი ყველა ტანსაცმელი აქ დატოვა, როცა ეს ადგილი მიატოვა. მისი ყველა ტანსაცმელი ჯერ კიდევ აქ არის. ასე რომ როცა უნგრეთში წავიდა, ტანსაცმელიც კი არ წაუღია. აც კი ვფიქრობ იმაზე, მართლა წავიდა თუ არა უნგრეთში. რადგან კი, ამ ამბავში 100% დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ არის მინიშნებები, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ უნგრეთში წავიდა. მაგრამ სავშენო მივალ, კიდევ ცოტა მეტი კვლევა უნდა ჩავატარო. ეს სიგიჟეა. კიდევ ჩემოდნებიც და ყველაფერი იქ დარჩა. ამ ბოლო ოთახისთვის ვიღაცა მთელი კარი გატეხა, მაგრამ კარი ჯერ კიდევ არ არის გახსნილი. ასე რომ, უნდა მივძვრეთ შიგნით. კარგი. მაგარია. კარგი. ვაუ. კარგი. ძალიან ლურჯი ოთახია. ეს ბიჭის ოთახს გავს. ეს შეიძლება ანტუანის ოთახიც კი ყოფილიყო. როგორც მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ აქ ცხოვრობდა. ეს ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ იყო. კარგი. ასე რომ ამ ოთახში ბევრი საჩვენებელი არაფერია. მაგრამ ამ ოთახში შეგიძლიათ ნახოთ სახლის ლამაზი სტრუქტურა. ეს ძალიან კარგია. მოდით ნახოთ, დარჩა თუ არა მისი ტანსაცმელი აქ კარადაში. კარადა დახურულია. ეს ძალიან უცნაურია. ვაუ, რა უცნაური და საინტერესო სახლი ერთდროულად.
და სამწუხარო და ტრაგიკული ისტორია ამ ოჯახზე. და იმედი მაქვს, მართლა ძალიან მინდა, რომ სიმონე, კლერ და ანტუანი კარგად არიან და სადმე უსაფრთხოდ იმყოფებიან. და ხო, მათ უბრალოდ მთელი ეს ადგილი დატოვეს. ძალიან ავისმო მასწავლებელი და შემზარავია. ამავდროულად ლამაზია. ასეც ხდება ხოლმე კვლევისას და ასე ვითარდება ეს ისტორიები. და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ დღეს აქ ჩემთან ერთად იყავით და ეს ადგილი ჩემთან ერთად გამოიგულიეთ. ასევე შევნიშნე, რომ არხის მაყურებელთა დაახლოებით 70% არ არის გამოწერილი. რას აკეთებთ? ჩადით ქვემოთ, გადახვიეთ ქვემოთ, თითი ქვემოთ გასვით და დააჭირეთ იმ ღილაკს. რას ელოდებით? ეს უფასოა და ეს არის საუკეთესო გზა არხის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ ეს ვიდეოები მთელ მსოფლიოში ყველამ ნახოს. დიდი მადლობა ყველას ვიდეოს ყურებისთვის და მომავალ კვირას კიდევ ერთ შესანიშნავ ეპიზოდში შეგხვდებით. ნახვის. მიყვარხართ.